პროფესიულ კითხვებთან ერთად მექნება ცოტა ფანტასტიკური ჟანრის შეკითხვები. შესაძლებელი იქნება გონების გაციფრულება. აი mind uploading, აი ციფრული ასლი გონების რომ გაკეთდეს. გამორიცხული არ არის. შევქმნათ ცალკე კლონი ხსხეულის და ცოტა იმ კლონში გადამერყოთ პირობითად მოაქვს გაციფრულებული. ყველაფერი შესაძლებელი არის. ეს უკვე დღევანდელი რეალობაა. ძალიან ბევრი ადამიანის ტვინი გინახავს. ღიად ცოცხალი ტვინი. შენი ოპერაციების მერე ადამიანებს შეიძლება დაემართოთ ამნეზია, რაღაცეები დაავიწყდეთ. ვაიმე, როგორია, რა თქმა უნდა. რატომ გააკეთა ღმერთმა ისე რომ ნერვული უჯრედის შექმნა და ის რო კვდება, უკვე აღარ ცოცხლდება. ახლა მე რაღაცა უცბად თავში მომივიდა, მაგრამ იმის ქვისგან თავს შევიკავებ, მაგრამ აი ეს ისეთი პოდკასტია და ნუ შევიკავებთ თავს ყველამ ყველაფერი ვთქვა. გამარჯობა, დღეს პარასკევი დღეა და ჩვენი პოდკასტი ექიმი მიკროფონთან უკვე ეთერში გადის. დღეს მე მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც არის ჩვენი მეხსიერების, გრძნობების, ემოციების, შიშის, მათ შორის სიყვარულის ექიმი და ამ ადამიანს საქართველოს სამედიცინო წრეებში თითქმის ყველა იცნობს და არა მარტო საქართველოს სამედიცინო წრეებში, ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი. მე მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ და ექიმი მიკროფონთან არის სტუმარი დღეს არის კავკასიის მედიცინის ცენტრისა და მურმანიაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული დეპარტამენტების ხელმძღვანელი ლადო წიქარეშვილი. ლადო, მადლობა რომ მოხვედი და ველოდი შენ სტუმრობას ძალიან, იმიტომ რომ დღეს ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებ მე შენთან და მადლობა ამისთვის. დაწუნებული ვარ, გამომდინარე შენი ასე თქვა ცნობის მოყოლებიდან და პროფესიონალიზმიდან. ხო, ბევრი ისეთი კითხვა მექნება და აი მაყურებელიც რომ შევამზადოთ, ხო, პროფესიულ კითხვებთან ერთად მექნება ცოტა ფანტასტიკური ჟანრის შეკითხვები, ხო, ანუ საომავლო პერსპექტივებზე, ხო, იმიტომ რომ ეხა ფანტასტიკის ჟანრი ზუსტად აი ტვინთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საინტერესო ამბით ვითარდება, მაგრამ პირველი შეკითხვა მინდა ასეთი დაგისვა შენ. ძალიან ბევრი ადამიანის ტვინი გინახავს. ღიად ცოცხალი ტვინი. კომუნისტების დროს როცა მემზადებოდი ამ პოდკასტისთვის იყო ასეთი კვლევა. რომ იკვლევდნენ განვითარებული და განუვითარებელი ადამიანების ტვინებს. იკვლევდნენ მეცნიერის და კრიმინალის ტვინსაც, ხო? და აი, ხო, ეს საერთოდაც აი ლიტერატურაშიც არის, ხო, აღწერილი, ხო, მსგავსი ტიპის შემთხვევები. რეალურად არის განსხვავება, აი, რო ამბობთ ხოლმე მაგას ხვეულები არ აქვს, რაღაც ტვინი აქვს გასადავებული და ასე შემდეგ. ანუ რაღაცა ანატომიური ცვლილებები არსებობს განვითარებულ და განუვითარებელ ადამიანის ტვინს შორის. ცოტა ისეთი შეიძლება დილეტანტური იყოს, მაგრამ მაინც მეცნიერება რაღაც მიგნებებს სამხრივ მაგაზე გაგცემ ესეთ პასუხს რა. ახლა მე რეზიდენტურა, ასე ვთქვათ, გავლილი მაქვს ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში. პირველ წელს იქ, ასე ვთქვათ, ანატომიის სესიას გავდივოდით და გაგიკვირდებათ და ლექციებს ვიკითხავდა, იყო ერთ-ერთი ესეთი სოფლიო მნიშვნელობის სხვათა შორის ანატომის სამუელ მიხაილოვიჩ ბლინკოვი. ეს იყო ერთი პერიოდი რუსეთში არსებობდა ესეთი ტვინის ინსტიტუტი, ადამიანი, რომელსაც მონაწილეობა ქონდა და შესწავლილი ქონდა და სწავლობდა და რაღაცა, რაც სტალინის, ლენინის და ცნობილი ადამიანების, ასე ვთქვათ, ტვინები და არა მარტო ისინი. და ჩვენ კითხვას კი არ დაგვისვია ერთ-ერთი თავის ლექციის დროს, ხო? მაგრამ ამას გაუსვა ხაზი რა, დაუშვათ, რომ ტვინის ანათლების მიხედვით სწავლობდნენ ხოლმე ტვინის სტრუქტურას, დაუშვათ მეცნიერის, გენიოსის, უნდერკინდის, რეციდივისტის და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ერთმნიშვნელოვნად რო გითხო და შენ შეგიძლია ამით ასე თქვი ტვინის შესწავლით ეს შენ გამოარჩიო, ესე არ არის. თუმცა შენ როცა იცი დაუშვათ ეს ვისი ადამიანის ტვინი არის, ხო, იქ გარკვეულ კადაზობიერებებს დახულობ. მაგალითად, მოკლედ რო ვთქვათ, ხო, ანუ ტვინის ქერქის განვითარების ხარისხი, ანუ რაც უფრო მსუყეთ არის, ანუ კარგად არის, ასე ვთქვათ, განვითარებული ტვინის ქერქი, იმიტომ ტვინის ქერქი, ანუ ტვინი მარტო არ შედგება ქერქისაგან, არის ასევე თეთრი ნივთიერება, მაგრამ აზროვნების ინტელექტუალური შესაძლებლობებზე პასუხისმგებელი არის ქერქი.
ოღონდ ახლა ადამიანი შეიძლება იყოს მუსიკოსი დაუშვათ, შეიძლება იყოს ფიზიკოსი, მათემატიკოსი, მწერალი და რაღაცა. ამაზეც არის გარკვეული, ასე ვთქვათ, წყალებში პრეფერენციები რა. ამიტომ რაღაც შუბლის წილებში, ვისაც უფრო განვითარებულია ქერქი, ეს უფრო ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანებზე მიუთითებს. დაუშვათ საფეთქლის წილი უფრო შემოქმედებითი ადამიანების და ნატურის, ასე ვთქვათ, აღსახველი არის. მაგრამ ეს კორელაცია არის ტვინის ქერქის განვითარების ხარისხით შენ ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეგვიძლია იმჯერა. ანუ რაც უფრო სქელია ტვინის ქერქი, უფრო მეტად ინტელექტუალია ადამიანი. ამით ხმით ვერაფერი. საზამთროს მაგით გავარვარ. ეს ვერა. კარგი. მოდი, რადგანაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, მინდა ასეთი რაღაც კითხო, ხო? ეხლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვცხოვრობთ ჩვენ და ამ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ზოგადად ნეირომეცნიერებებს, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად კლონირება არის აბსოლუტურად შესაძლებელი მოვლენა, ხო? ანუ ყავდა კლონირებული ცხვარი, სახელად დოლი, ხო? საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლებელია, მაგალითად ორი მეცნიერს გამოვყოფდი, რომელიც ძალიან აქტიურად იწერება სტატიებში, სხვათა შორის ძალიან ისეთი ავტორიტეტული ოქსფორდის ნეირომეცნიერების დოქტორი არის ანდერს სანდბერგი და კრისტოფ კოხი, რომლებიც საუბრობენ, რომ ოდესღაც შესაძლებელი იქნება გონების გაციფრულება. აი mind uploading, აი ციფრული ასლი გონების რომ გაკეთდეს, რას ფიქრობ? აი ხა ვიღაცა ხო ალადინის დროს ფრინავ ხალიჩაზე საუბრობდნენ და თვითფრინავი გამოიგონეს მერე და შესაძლებელი იქნება რომ აი გონება გავაციფრულოთ ოდესმე. გამორიცხული არ არის, თუმცა რატომ? რისთვის? ეხლა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები ფაქტიურად განუზომელი არის. თუ იმას ვიტყვი რომ 90-იანი წლების ბოლოს უკვე კომპიუტერმა სოფლიო ჩემპიონის ჭადრაკში უკვე მოუგო, უფრო უკეთ ითვლის, ხო? ყველა ვარიანტს უფრო სწრაფად, რატომაც არას, ხო? უბრალოდ ჩვენ ერთმანეთთან გავმეჯნოთ, ანუ გონება ეს მარტო აზროვნება ინტელექტუალური ანალიზუნარი არ არის, ხო? იქ არის კიდე რაღაცა, რომელზეც თუ ძალიან ღრმად ჩავწვდებით, შეიძლება რელიგიასთან მივიდეთ, ანუ ნებასთან. რომ შენ რო იაზროვნო, ხო, მარტო აზროვნების უნარი არ კმალა, უნდა გინდოდეს, ანუ ამის ნებელობა უნდა გქონდეს. ანუ შესაბამისად ადამიანის გარეშე არსებული ასე ვთქვათ, აზროვნება ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. რატო რომ შევქნათ ცალკე კლონი სხეულის და იმ კლონში გადავნერგოთ შემდგომ პირობითად ვამბობ გაციფრულებული გონება. ყველაფერი შესაძლებელი არის და ახლა დღევანდელ დღეს რასაც ხდება, რაც უკვე ასე ვთქვათ რეალობა არის, ხო? ეს იმის საფუძველზე შეიძლება რომ ბევრი ასე ვთქვათ ფუნქცია შეიძლება იქნას გამოჯობესებული ხელოვნური და გაციფრულებების მეშვეობით. აი ეს მაგალითად იგივე ყველაზე ცნობილი პატივცემული ტესლა, ხო? მას აქვს შექმნილი ფირმა, ასეთი ნეიროლინკი. მასთან მომუშავე ადამიანი იყო ერთი კიდე რაპოპორტი, რომელიც ცოტა ადრე ჩაეხსნა. ანუ უკვე სწავლობენ რა, მაგალითად ტვინის დაზიანებების შემთხვევაში იმ ფუნქციების აღდგენას ელექტროსტიმულაციებით, ხო, ეს ხდება რა, ანუ ტვინის გარკვეულ უბნებში ხდება ჩანერგვა ძალიან მილის ზომის ასე ვთქვათ პატარა ელექტროდების იმის მერე გარეთ გამოტანა ასე ვთქვათ კომპიუტერთან და არსებული დეფიციტი იქნება თუ დაზიანების ასე ვთქვათ მოდელირება, მოდიფიცირება და რაღაცა. ანუ ეს უკვე დღევანდელი რეალობა არის. ასე რომ აზროვნების გაციფრულების შესაძლებლობას ხო მე რაიმე ფანტასტიკად ვერ წარმოვიდგენდი. ანუ ფაქტობრივად აზროვნება რომ გაციფრულდეს, სიკვდილი დამარცხდება. არა. აი ერთად კავშირში არ არის კაცო. რატო არა? აი მაგალითად თუ კლონირება შექმნიან ადამიანის და აზროვნებასაც გადაუნერგავენ იმ ადამიანის კლონს, მე მეორე გიორგი ვიქნები ზუსტად იგივე ჩემი აზროვნებით და უბრალოდ რაღაც ერთ სხეულს დავტოვებ და სხვა აზროვნებით გადავა იგივე ჩემსავე სხეულში. მესმის ახლა ჩვენ საუბრობთ წაგვიყვანს რელიგიამდე ახლა იმიტომ რომ მე ამ თემაში ზერთი იმიტომ თქვი რატო რისთვის შენი მიზანი თუ ეგ არის რომ უკვდავი იყო ხო რატომ არა მე მინდა ვიყო უკვდავი ამ თემაში მე არ გამოვყვები რა მაგრამ ისტორია თუ გინდა რომ უფრო უკეთესი ანუ შენ უკეთესი მე შექმნა კი ბატონო ეს ასე ვთქვათ დასაშვები არის და მივესალმები უკეთეს მე ვისაუბროთ მაგრამ კარგი რადგანაც შენ ვთქვათ რელიგია ახსენე და ნება ახსენე ხომ ანუ მე და ამ ლოგიკით ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და სახეთ.
კარგი, და უჯრედებს დაუბრუნდეთ, ხომ? ყველა უჯრედს აქვს რეგენერაციის უნარი. რო კვდებიან უჯრედები, ისინი აღდგებიან ხოლმე. რატომ გააკეთა ღმერთმა ისე, რომ ნერვული უჯრედის შექმნა და ის რო კვდება, უკვე აღარ ცოცხლდება? ღმერთის ხოიც უფალის ზანი შეუცნობელი არისო. მაგაზე შეიძლება ესეთ პასუხიც გაგცე, არის მეორე, რომ დაუშვათ თავის თვეში იმდენი უჯრედი არის და რეალურად, ხო, რომელიც აქტიურად მონაწილეობას ღებულობს ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში, აზროვნებაში, ინტელექტუალურ საქმიანობაში 1-დან 5%-მდე ვარირებს. ანუ ესებას ნიშნავს, იმისგან მიუხედავად რომ ნერვულ უჯრედებს, ტვინის უჯრედებს არ აქვს რეგენერაციის საშუალება, მას საბედნიეროდ გვერდს ისე უყვარვართ, რომ იმდენი უჯრედი არის იქა, რომ მისი დაზიანების შემთხვევაშიც, ხო? და ისიც მოეცა ამ ღმერთს, რომ მოკვდებოდა ეს ნერვული უჯრედი აღედგინა. მადლიერება უნდა გვაქვს, გიოდებით. ხოლოდან არ გენიოსებშიც კი ითვლება, რომ აი 3-დან 5%-მდე ნერვული, ასე ვთქვათ, უჯრედები არიან რეალურად ჩართულები თავის საქმიანობაში. 95 შენ გაქვს რო გამოიყერო შესაძლებლობები. და ისევ გაუმჯობესების თემას რო დაუბრუნდეთ, ხომ? თქვათ, ჩვენ შესაძლებელია, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ადამიანზე იყოს ისეთი ტიპის ზემოქმედება განხორციელებული, თუნდაც ღეროვანი უჯრედებიდან გამომდინარე, რომ რაღაცა უნარები გაუმჯობესოთ, აბსოლუტურად სხვა შესაძლებლობების ადამიანი შეიქმნას, მაგალითად მუსიკალურ. ხო თქვი, რომ თქვათ მუსიკოსებს სხვა წილი აქვთ განვითარებული უფრო მეტად, რაღაცა მიგნებები არსებობს, ანუ შესაძლებელია, რომ რაღაცა ნიჭები განუვითაროთ ადამიანებს. შესაძლებელია, რა თქმა უნდა. მე მინდა გითხრა, ანუ ადამიანს ხო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი, ასე ვთქვათ, მისი შესაძლებლობა გენეტიკურად არის დეტერმინირებული, ხო? ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რაღაცა გარკვეული შესაძლებლობების გაუმჯობესების კარგი, როგორც ნეირო, მაგრამ ახლა ყველა ბეთჰოვენი და მოცარტი ვერ იქნება, როგორც ავნე ივარჯიშო, ანუ არის რაღაცა, რომელიც, კარგი. მოდი ასეთ შეკითხვას დაგისვავ, როგორც ნეიროქირურგთან, აი ამის შესაძლებლობა რომ გქონდეს შენ ამ პროცედურის ჩატარების, აი რა ნიშს გააძლიერებდი შენ თავში პირადად. ჯამჯერელი კითხვა არის. აი კლინიკური მიმდინარეობით თუნდაც შენ საექიმო პროფესიონალის პროფესიას გულისხმობ. მე მაინც მგონია, რომ ასე ვთქვათ, საკმარისი მადლიერი უნდა იყო მეთქი მე ამის თქვი, ხო? ასე ვთქვათ, შესაძლებლობები, რომელიც მადლობა ღმერთს მე გამაჩნია, ასე ვთქვათ, დავიწუწუნებდი ახლა. გამოჯობესების, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა არის, მაგრამ ეს უფრო არა გარეთკენ უნდა ეძება, ანუ შეგნითა, ასე ვთქვათ, ნებელობაში უფრო არის, ანუ შენ რაღაც მეუბნები, ხო, ეს უფრო ნებელობის თემაა, რომ იყო იბაზე უფრო უკეთესი ვიდრე ხარ, ვიდრე შენ რაღაცა ვიღაცაში ეძებდე დახმარებას რა. კეთილი, კარგი. უყურე, ნეიროქირურგია მედიცინის ის დარგია ჩვენც, რომელიც ძალიან ისეთ განვითარდა საქართველოშიც მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ თუ შევხედავთ აი მაგალითად დაახლოებით 90-იან წლებამდე გაკეთებულ ნეიროქირურგიულ ოპერაციებს, ოპერაციის შემდგომ პროცესებს ძალიან დიდი ქონდა შეზღუდული შესაძლებლობები, ხო, ადამიანებს შეიძლება მეტყველების უნარები არ ქონოდათ, ვერ გადაადგილდებოდნენ და ინვალიდობა ძალიან მაღალი ქონდათ. დღეს ეს ასე აღარ არის. აი, რამ განაპირობა ესეთი განვითარება მედიცინის ამ დარგისა? ახლა მე რაღაცა უსვათ თავში მომივიდა, მაგრამ იმის ქვისგან თავს შევიკავებ, მაგრამ თქვი, ეს ესეთი პოდკასტია და ნუ შევიკავებთ თავს ყველაფერი ვთქვა. არა 90-იან წლებში, ხო, შეიძლება ესე ითქვას, ახლა ეს მაინც საბჭოთა კავშირი არის, არ დაგვაუწყდეს. ჩაკეტილი ქვეყანა არის და ასე შემდეგ. საქართველოს მასშტაბით მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ მე ასე ვთქვათ, მქონდა შესაძლებლობა გარკვეული პერიოდი ყოფილიყავი უკვე იმ ინსტიტუტის, ასე ვთქვათ, დაღმავლობის პერიოდს მოვესწარი. საუბარი არის ნევროლოგიის ინსტიტუტზე. სარაჯიშვილის სახელობის, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ინსტიტუტი იყო რა, როგორც ნევროლოგიური განხრით, ასევე ნეიროქირურგიული და საბჭოთა კავშირის რესურსებიდან გამომდინარე, ყველანაირი შესაძლებლობა იყო, რომ იქ, ასე ვთქვათ, იმ დროის შესაბამისი ქირურგიული ჩარევები წარმოებულიყო. თორემ რევოლუციური რაც მოხდა ნეიროქირურგიაში, ხო, ეს დაუშვათ 70-იან წლებში გამოიგონეს, კი არ გამოიგონეს, დაიწყეს გამოყენება ნეიროქირურგიაში
მიკროქირურგიული ტექნიკის, ანუ მარტო მიკროსკოპი არა, მიკროსკოპი დააყენეს, შესაბამისი იარაღები მოიძიეს და 10, 20, 30 გადიდების ქვეშ დაიწყეს ოპერაციების კეთება, რამაც რევოლუციური გავლენა მოახდინა. საქართველოში ეს ცოტა მოგვიანებით ჩამოვიდა, მაგრამ 80-იან წლების მეორე ნახევარში უკვე იყო და მე უკვე ნეიროქირურგებიც, ასე ვთქვათ, ამ ფილოსოფიაზე მოეწყდნენ. ბუნებრივია, ახლა 40 წელიწადი გავიდა მას შემდეგ და ყველაფერი ვითარდება და დღეს, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიური თვალსაზრისით ბუნებრივია წინ ვარ და ის, ასე ვთქვათ, დისბალანსი რაც შენახსენე, ხო? გარკვეულ წილად ამაზეც არის დაკავშირებული ბუნებრივია. ხო, იცი რატო ვიკითხე ეს შეკითხვა, ხა ნეიროქირურგიულ ოპერაციებს რაღაცა ტიპის სტიგმას თანსდევს ყოველთვის, აი გაგიკი ალბათ ასეთი ტერმინი, მაგას თავის ქალა აქვს ახდილი. ხო, მაგაზე მე ზოგადად დავხმე, რომ კავშირი გაქვს კოსმოსთან, რაღაცა რო დავამშვიდო ხოლმე რა. ხო, კოსმოსთან კავშირი. ცოტა შვიდებიან ხოლმე. ძალიან კარგი. იცი რა არის კიდევ რა მინდა გითხო, შენ მუშაობ როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ პოპულაციაში, უფრო მეტი რომელი პაციენტი ყავს ბავშვები თუ მოზრდილები? ეპიდემიოლოგიურად, ხო, ბავშვთა პათოლოგიები ნეიროქირურგიაში 10-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მოზრდილთა ნეიროქირურგიაში. ეს ერთი. შესაბამისად, ხო, ახლა მოზრდილთა პათოლოგიები გაცილებით უფრო ბევრია და რაოდენობრივად უფრო მეტი შეხებაც ვიწევს. ბუნებრივია. ეპიდემიოლოგია ესეთი. და მოდი ისევ ეპიდემიოლოგიას რო დაუბრუნდეთ, ხომ? აი ხშირ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად არის ჰემორაგიული ინსულტი, ხომ? და ან სხვა რაღაცა ტიპის ისეთი დაავადება, როდესაც პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და მას არ აქვს შესაძლებლობა, რომ მოაწეროს ხელი ინფორმირებული თანხმობის დოკუმენტს ოპერაციაზე და მისი ახლობლებს უწევთ ხოლმე ამ ოპერაციაზე თანხმობის განაცხადის გაკეთება. პაციენტების უმრავლესობა როგორი ყავს, რომლებიც საღგონებაზე მოდიან შენთან, თუ ის ადამიანები არიან, რომლებსაც უკვე დეზორიენტირებულები არიან და უგონო მდგომარეობაში და მათთვის გიწევთ ოპერაციას. ერთ-ერთი კანონმდებლობა გავალდებულებს ჩვენ, რომ აუცილებელი უნდა იყოს ინფორმირებული თანხმობა პაციენტის. და თუ კი ამას ვერ ახერხებს ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ასე ვთქვათ, პირველი რიგის დაწესებების. უმეტეს შემთხვევაში ბუნებრივია პაციენტის, ასე ვთქვათ, თანხმობის საფუძველზე ხდება ხოლმე გეგმიური ოპერაციები ჩატარება, გადაუდებელი ოპერაციები, პაციენტი უგონოდ არის ბუნებრივია ის ამას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ნაკლებად გაქვს გადაუდებელი ოპერაციები, ნაკლებად ატარებ გადაუდებელ ოპერაციებს, უფრო მეტი. ერთი ეგ არის, რომ გადაუდებელ ოპერაციებში ყველა პაციენტი კომაში არ არის. იქაც შეიძლება ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ მაგრამ რაოდენობრივად კი უფრო მეტად გეგმურ შესაბამისად, მაგრამ ეგ არ არის ასე ვთქვათ პრობლემა, იმიტომ რომ გადაუდებელ სიტუაციაში ასე ვთქვათ, ნათესავები აბსოლუტურად ადეკვატურად დაიქვამენ შექმნილ ვითარებას და ეს რაიმე დისკომფორტს არ ქმნის. კარგი. შეკითხვა, რომელიც მინდა დაგისვა, ეხება საკმაოდ სააშიში თემა მოსახლეობაში, ხომ? ეს არის ძალიან ხშირად გაგვიგვია ხოლმე ჩვენ, რომ ახალგაზრდა ადამიანს ჰქონდა ანევრიზმა, გაუსკდა და უეცარი სიკვდილი გამოიწვია შემდგომ ამ ყველაფერმა, ხომ? ანევრიზმების ადამიანებს ძალიან ეშინია და სხვათა შორის აი უფრო მეტად შეიძლება ეშინოდეთ თუ ეხა ესეთი სუსტი კვლევა არ ჩატარებულა, ვიდრე მაგალითად კიბოს სკრინინგს უფრო მეტად ამ ხრივ მიმართავენ ხოლმე, ვიდრე პირობითად აი კიბოს სკრინინგს არ ვიცი შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ ჩემი შეგრძნებებით ასეა, რომ უფრო ეშინიათ ამ ანევრიზმა ხო არ მაქვს, იმიტომ რომ რომელიც თავის ტკივილთან შეიძლება იყოს დაკავშირებული თავი ყველა ადამიანს ხშირად უფრო ტკივა და უცბად აი მოწმენდილ ცაზე რომ გაიგონებ, რომ ადამიანი ანევრიზმა გაუსკდა და დაიღუპა, ხო უფრო შთაბეჭდილებების ქვეშ ექცევიან ადამიანები. აი რამდენად ხშირია შემთხვევაში ანევრიზმით დაავადებული ადამიანები? სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი არის. ახლა არ მინდა მაყურებელი, ასე ვთქვათ, დავძაბო, მაგრამ დადგენილი არის, ახლა ყოველ შემთხვევაში იმ ქვეყნებში, იგულისხმება ევროპა, შეიძლება იქნას, ითქვას, ამერიკის შეერთებული შტატები, ან ჩრდილოეთ ამერიკა და იაპონია, რომელიც ეპიდემიოლოგიას საკმაოდ უდგებიან სერიოზულად, ხო? კავკასიურ რასაში, თეთრკანიანთა რასაში 1-დან 3%-მდე საკმაოდ მაღალი ციფრი არის. ანუ რას ამბობ, 100 ადამიანიდან 1-დან 3 ადამიანს აქვს ანევრიზმა? კი ბატონო.
მაგრამ მეორეს ხრივ, ახლა სხვადასხვა არა მეორეს ხრივ 100,000 ადამიანი და მხოლოდ 10 ადამიანს საშუალოდ ემართება სიჩაქცევა ანევრიზმის გამო. იაპონიაში და ფინეთში, სკანდინავიაში ცოტა უფრო მეტი, ესპანურ მოსახლეობაში ნაკლები. ანუ 100,000-დან 7-დან 10-მდე ხდება ასე ვთქვათ ანევრიზმის გასხდომით გამოწვეული სიჩაქცევა. თუმცა აუტოპსიით და ეპიდემიოლოგიურად 1-დან 3%-მდე მოსახლეობის ანევრიზმის გამოვლენა შესაძლებელი არის. ყველა ანევრიზმა სჭირდება ქირურგიული მკურნალობა. ძირითადად ამ ანევრიზმების გამოვლენა, მოდი ეს კულტურულად რომ ვთქვათ, მაინც ძალიან შემთხვევითი კვლევის დროს ხდება ხოლმე, ხო? კი ბატონო, თავის ტკივილის მიზეზი არის უამრავი. ან ნებისმიერი რაიმე სხვა ნევროლოგიური გამოვლენების გამო დღეს ძალიან ხელმისაწვდომი არის, ასე ვთქვათ, ტომოგრაფია, მათ შორის მაგნიტორეზონანსული და უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე შემთხვევით აღმოჩენა. და ბუნებრივია ახლა ამ დიაგნოზის ასე ვთქვათ გაგონება ნებისმიერი ადამიანისთვის ბლოდ ვთქვათ სასიამოვნო არ არის. და შესაბამისად ლოგიკურიც არის რომ თუ კი ესეთი საერთო დიაგნოზი არის სასურველია რომ მან მიმართოს პროფესიონალს ასე ვიტყოდი იმიტომ რომ ახლა აი ჩვენი ეთერი არ მოგწევს იმ საშუალო დეტალურად და ასე ვთქვათ აუხსნა მოსახლეობას რა შემთხვევაში შეიძლება იქნას ეს პაციენტი სამკურნალო არ საოპერაციო და რა შემთხვევაში არა. თუმცა კიდე შემიძლია ასე ვთქვათ თქვა რომ უმეტეს შემთხვევაში ანევრიზმის დიაგნოზი ქირურგიული ჩარევის საჭიროებას არ მოითხოვს და თავისუფლად შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ამ დიაგნოზით სიკვდილამდე. თუმცა არის ასე ვთქვათ მდგომარეობები რომელიც მკურნალობის საჭიროებას მოითხოვს. ეს დამოკიდებული არის რამოდენიმე ფაქტორზე, აი ჩამოთვლი, ხო? გენეტიკა არის ერთ-ერთი გამსაზღვრელი. ოჯახური ანამნეზი ბუნებრივია, ხო? იმიტომ რომ აი პატარაებას გავაკეთებ ექსკურს, თქვენ ახსენეთ სკრინინგი, ხო? დავუშვათ სკანდინავიაში შეეცადნენ საკმაოდ დიდი მოცულობის მოსახლეობისთვის ჩაეტარებინათ კვლევები, რომ ხო არ არის შესაძლებელი, რომ გამომდინარე იქიდან, რომ გამსხლარი ანევრიზმის მკურნალობა ჯერტი ძალიან რთული არის, უმეტეს შემთხვევაში არ ხდება კაი გამოსავალი, ანუ 50% შემთხვევაში პაციენტი არ იღუპება, ან მაღალი ხარისხის ურმაშეზღუდულობა აქვს და ფასითაც ეს კატასტროფული ხარჯებია ოჯახისთვის, სახელმწიფოსთვის, ამიტომ განვითარებული ქვეყნებმა გადაწყვიტეს, ხო არ შეიძლება ეს წინასწარ ამოვიცნოთ, რომ მისი გასხდომა თავიდან ავიცილოთ რა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ანუ სკრინინგის ჩატარება სამწუხაროდ არ აქვს რაიმე რეალური დატვირთვა. უბრალოდ რეკომენდაცია არის შემდეგი რა, თუ კი ოჯახში მაგალითად დედა, მამა, ძმა, დას მსგავსი სახის დაავადება აქვს, აი იმ კატეგორიის პაციენტებს ასე ვთქვათ ურჩევენ ხოლმე, რომ გაიკეთონ ეს კვლევა. გასაგებია. ანუ გენეტიკურ და ასე ვთქვათ მიდრეკილებას ასე ვთქვი აქვს მნიშვნელობა. ისე რომ დაუბრუნდეთ ძირითად საკითხს, ანუ რა პარამეტრებს ითვალისწინებს მე ნეიროქირურგი რომ ასე ვთქვათ გაუკეთოს თუ არა ოპერაცია. ხო, პირველი მთავარი ეტაპი ეს არის გადაწყვეტილების მიღება, საჭიროებს თუ არა კონკრეტულად ეს პაციენტი კონკრეტული ამ ანევრიზმით მკურნალობას. როგორც გითხარით, უმეტეს შემთხვევაში არა. და ამას ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს, ითვალისწინებს ანევრიზმის ლოკალიზაციას, მის ზომას, მის ტოპოგრაფიას და არტერიული გიპერტენზია პაციენტს აწუხებს თუ არა. და არსებობს სპეციალური შკალები, რომლის მიხედვითაც მიახლოებით ბუნებრივია ითვლიან წელიწადში ანევრიზმის გასხდომის ალბათობას. შესაბამისად, ხო, მე ასე ვიტყოდი, რომ სერიოზული შფოთვის განგაშის საფუძველი ეს დიაგნოზი არ წარმოადგენს, თუმცა საყურადღებო არის და სასურველი არის, რომ მათ მიმართონ იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში ასე ვთქვათ, მოეკითხება. კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნოზოლოგიაზე მინდა რომ ვისაუბროთ ჩვენ, ეს არის ეპილეფსია, რომლის ქირურგიული მკურნალობაც საქართველოში დაიწყო და შენ ამ ოპერაციებს უშუალოდ აკეთებ. ეს ეპილეფსიანი ადამიანებისთვის მართლა ძალიან დიდი შვებაა, ხომ? თუნდაც ის რომ აი ეს ეპილეფსიური გულყრების სიხშირე შემცირდეს,
ხომ და სოციალიზაცია ამ ადამიანების ინტეგრაცია მოხდეს, რომ მათ შიშის და სტიგმის გარეშე იცხოვრონ. გარდა ამისა, თვითონ ამ დაავადებასაც ძალიან დიდი სტიგმა დადევს და ხშირად ადამიანებიც მალავენ ხოლმე, რომ თუ ვიღაცას მსგავსი ტიპის რაღაც დაავადება აქვს. რა შედეგები გვაქვს ახლა ჩვენ კავკასიის მედიცინის ცენტრში, იგივე იაშვილის საავადმყოფოში ეპილეფსიის ქირურგიულ მკურნალობაში. ასე როარ გამინაწყვეტენ ჩემი ასე ვთქვათ უფროსი კოლეგები, მაინც ვიტყვი რომ საბჭოთა კავშირის დროსაც ნევროლოგიის ინსტიტუტში ამ სახის ოპერაციები იმ დროინდელი არსებული ტექნოლოგიებით ასე ვთქვათ ხორციელდებოდა. მერე ბნელი 90-იან წლებში გასაგებია მედიცინა კი არა სახელმწიფო ბოდიში და დაიქცა და მაღალი მატერიებისთვის არავის არ ეცალა. ბოლო დაახლოებით 5-6 წელიწადია რა ჩვენ ამ თემაზე დავიწყეთ აქტიური ასე ვთქვათ მუშაობა. ბუნებრივია ძირითადი ასე ვთქვათ რგოლი აქ მაინც არის ეპილეპტოლოგები, რომელთა გარეშედაც და მათი ჩართულობით და ინტერესების გარეშე ხო ნეიროქირურგი ვერაფერს ვერ გახდება და ასევე საწყის ეტაპზე უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით ჯერ გერმანული პროექტი იყო, რომელთან ერთად ჩვენ თანამშრომლობთ, ეხლა საკმაოდ სერიოზულ ავსტრიულ გუნდთან გვაქვს თანამშრომლობა, რომლებიც გვეხმარებიან ამ მეთოდიკის დახვეწაში, განვითარებაში, რომ ასე ვთქვათ, გავაფართოვოთ ის ასე ვთქვათ მდგომარეობები, სადაც ქირურგიულ ჩარევას სერიოზული სარგებელი მოაქვს. თუმეტეს ეპილეფსიაზე ვთქვათ ისიც რომ ანუ უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ოპერაცია არ დაჭირდეს, მაგრამ არსებობენ ეპილეფსიური ფორმები, რომელსაც ფარმაკორეზისტენტობა ახასიათებს, ხო, როდესაც უკვე მედიკამენტი აღარ მუშაობს და ეს გულყრების სიხშირე მეორდება და მეორდება. ამიტომაც ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტიგმა არის, თუმცა ჩვენი ასე ვთქვათ საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები ყავს ეპილეპტოლოგები, ისინი არ აკლებენ ცდას, რომ ეს ასე ვთქვათ პრობლემა გარკვეული წილად იქნას მოგვარებული, ხო? მათი დამსახურებაც არის ის, რომ პირიქით შეიძლება მე ვთქვა, რომ დაუშვათ პაციენტის ნათესავები, თვითონ პაციენტი ბავშვებში ახლა მე რაც შევხედებ, თვითონ მშობლები ძალიან მოტივირებულები არიან. იმ შემთხვევაში, რომ თუ კი ასე ვთქვათ ეპილეფსია მედიკამენტოზურად ვერ იმკურნება, მოსახლეობისთვის რომ გასაგები იყოს რა. ეპილეფსიის ფორმების დაახლოებით 25-30% ეს არის ფარმაკორეზისტენტული. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ადეკვატურად დანიშნული კუნალობის ფონზე 1-2 წლის განმავლობაში თუ კი წამლებით ვერ ხერხდება გულყრების მნიშვნელოვანი მართვა, ეს პაციენტები პოტენციურად განიხილებიან ასე ვთქვათ ქირურგიის კანდიდატად. ანუ ესენი ხდებიან სამიზნე ჯგუფში, რომელსაც ვთქვათ ფარმაკორეზისტენტული გულყრა. მერე ეს პაციენტები ხო საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს გადიან, აქ იგულისხმება პრექირურგიული მომზადება, სადაც კეთდება როგორც არაინვაზიური კვლევები, საჭიროების შემთხვევაში ინვაზიური კვლევები, რომ ზუსტად იქნას იდენტიფიცირებული ის პაციენტები, სადაც ქირურგიულ ჩარევას ექნება მაღალი სარგებელი ან ნაწილობრივი სარგებელი. ეხლა ჩვენ დაახლოებით 20 ოპერაცია გავაკეთეთ ამ ხნის განმავლობაში. აქედან 5 ოპერაცია იყო ბავშვებში. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში მიღწეული იქნა საკმაოდ მაღალი შედეგი. ეს ასე ვთქვათ დამსახურება არა მარტო ნაუშად ნეიროქირურგის, მე ვიტყოდი პირველი რიგის ამოცანა არის ზუსტ ასე ვთქვათ პაციენტების შერჩევაში, რომელიც კიდევ მეორე ნეიროქირურგების, ეპილეპტოლოგების, რადიოლოგების, ნეიროფსიქოლოგების ან ძალიან ბევრი სპეციალისტების ასე ვთქვათ ერთობლივი ჩართულობით ხდება. მერე კონსილიუმზე, ანუ ეპილეფსიის კონფერენციაზე გადის ნებისმიერი პაციენტი და აი ბევრი ექიმის, ასე ვთქვათ, ერთობლივი ჩართულობით ხდება ხოლმე იმ პაციენტების იდენტიფიცირება, ვისაც ასე ვთქვათ, შესაძლებელია ეპილექირურგიამ სარგებელი მოუტანოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვითარდება და მართლაც ადამიანებს მნიშვნელოვანი შვება ეძლევათ, განსაკუთრებით აი იმ პაციენტებს, რომელზედაც თქვით, რომ ფარმაკორეზისტენტული ეპილეფსია აქვს და მათ ეს შვება, ეს არის მართლა ძალიან დიდი კარგი რამ, რაც საქართველოში მიმდინარეობს. აი ერთსაც დავაბატებდი, ხო თქვენს ახლა მკითხეთ, ხელოვნური ინტელექტი რაღაცეები რა. რამოდენიმე წელიწადია უკვე ამერიკაში FDA-მ approval-ი მიიღო და ამტკიცა არის ერთ-ერთი ქირურგიული მეთოდი ეპილეფსიის კუნალობის, ან ქართულად როგორ თქვა ეს არ ვიცი, responsive neurostimulation. ანუ რა ხდება, უყურე?
თავის ტვინში იმ უბანში, რომელიც საეჭვოდ არის ეპილეფსიის გამომწვევი, წვრილი ელექტროდები ხდება, მე გარკვეული პატარა ჩიპი, კომპიუტერი ძვლის ქვემოთკენ, ასე ვთქვათ, ხენდება, კანი იკერება და რაღაცა. ანუ მისი ფუნქცია რა არის, რა რომ ეს ასე ვთქვათ, კომპიუტერი ამოიცნობს იმ მდგომარეობას, იმ ვითარებას, როდესაც უკვე თავის ტვინში შესაძლებელია განვითარდეს ეპილეფსიური გულყდა. წინსწრებით. და სანამ ეს განვითარდება, აგზავნეს ასე ვთქვათ შესაბამის სიგნალს, ანუ ელექტროსტიმულს, რომ ეს ასე ვთქვათ დადგუნოს. აი ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ ერთ-ერთი გამოყენების სფერო, რომელიც უკვე პრაქტიკაში არის. ძალიან მაგარია. თან ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს ზოგს აქვს წინასწარი განწყობა, რომ მათ ემართებათ, ხომ, რაღაცა ტრიგერებიც არსებობს, მაგალითად, სინათლე დიდი, ხომ, თქვა გადაძაბვა, უძილობა და ასე შემდეგ და ანუ შესაბამისად ამის მართვაც გარკვეულწილად არის შესაძლებელი. ისევ ერთი პირადი ხასიათის შეკითხვა მინდა დაგისვა. შენზე ამბობენ, რომ ხარ ძალიან მკაცრი. და ასევე თქვა თუ რაღაცა ისი არ არის, რატო გეცინება არ არის ესე? არა, ვისი თქვაც მინდა მე იმაზე მეცინება წინასწარ არ ვიცი. ხარ ძალიან მკაცრი და როდესაც რაღაც ისი არ არის, ხო, ანუ ტონსაც უწევ. ცოტა გამხელილი ჯობს, კი ბატონო, არ უარყოფ ამას. ახლა და არ თავს ვიმართლებ ამას, უბრალოდ როგორ შეიძლება ეს აიხსნას ნებისმიერ ადამიანს თავისი ისა აქვს, ხო? ფსიქოლოგიური ტიპი და რაღაცა, ხო? სასურველი არ არის, ბუნებრივია. ანუ საოპერაციოში მაქსიმალური სიმშვიდე, სიწყნარე, ჩემი ერთ მასწავლებლებს უყვარდა ხოლმე, ალგოგულესიან სიგუგულე უნდა იყოს. სიგუგულე? ხო, ანუ სიმშვიდე უნდა იყოს რა, მაგარი რამე არის. მაგრამ არის ესეთი მომენტიც რა, უბრალოდ ერთ-ერთი ახლა სახელმწიფოსაც დავასვაღებ, სოფლიოში საკმაოდ ცნობილი ნეიროქირურგის ნათქვამია, რომ ნეიროქირურგებს ადარებს ფორმულა 1-ის ბოლიდის ასე ვთქვათ ბოლელებს, ხო და ხაშე წარმოიდგინე, რამდენი ადამიანი არის ჩართული, რომ ამან ასე ვთქვათ უსაფრთხოდ, სწრაფად მივიდეს იქ სადაც უნდა მივიდეს. ანუ რამდენი გუნდია და რამდენი და ყველას აქ ისეთი ელემენტარული თუ გინახი რომ შედეს ასე ვთქვათ პიტ-სტოპში, წამებში რასაკეთებია, ხო? დაახლოებით ესეთივე თემა, რომ ნეიროქირურგიას არ არის ერთი ადამიანის, ანუ ქირურგია, რომ იმდენი თანამონაწილე, თანაგუნდელი ყავს ამ საქმეს, რომ იქ რაღაცა პატარა რომ გამოდის ასე ვთქვათ ცხოვრიდან, ხო, სიტუაცია შეიძლება არც თუ ისე სასიამოვნო დამთავრდეს და ეს თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ შეიძლება ამაზე რეაქცია რიგ შემთხვევებში იყოს ცოტა გადაჭარბებული ვაღიარ. გიწევს ხოლმე ამის გამო მე რაღაც თავის მართლება? არა, შევაწყობამდე ეს არ მიდის საქმე, უბრალოდ შევაწყობამდე არ მიდის. რას ნიშნავს შენთვის პაციენტი? პაციენტი რას ნიშნავს? Patient, ხო? ადამიანი, ვინც საჭიროებს, ვისაც ჭირდება შველა არასწორი სიტყვა, დახმარება. და შველა ცოტა სხვა განმარტება, დახმარება. ანაგრძნობა. იცი, გრძნობები და ემოციები გონებაშია თუ გულში? მაინც გონებაში მგონია. გონებაში? რატო? იმიტომ რომ ეგრეა. ანუ უგულო ადამიანი გონებით შეიყვარებს. არა, ეს ცოტა ქართული, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია არის ამისი, მაგრამ თუ რასაც გულისხმობ, თუ ეს ყველაფერი მაინც ტვინის გარკვეულ კუნჭულებში ხდება, ან თლიანობაში. ვერცერთი ორგანო დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს ტვინის გარეშე, აქედან გამომდინარე ახლა უგულო ადამიანის ესე უტვინო არის რა. უგულო ადამიანი უტვინო არის. კარგი, მოდი სამედიცინო შეცდომებზე მინდა რომ ყურადღება ჩვენი გავამახვილოთ, ხომ? არ არსებობს დედამიწის ურგზე ექიმი, ვისაც არ მოსვლია სამედიცინო შეცდომა. შენი სამედიცინო შეცდომის გამო პაციენტი დაღუპულა. სამწუხაროდ კი. ვაღია.
შეცდომა უბრალოდ განმარტება უნდა იქნას სწორად, ასე ვთქვათ, განმარტებული რა, რომ ასე ვთქვათ, არა გადაცდომა, უბრალოდ შენ ვერ შეძელი ისე გაიკეთებინა, რომ ეს ასე ვთქვათ, გართულება თავიდან აგეცილებინა. ეს არის გართულება. შეცდომა იგულისხმება, რომ შენი ქმედებით პაციენტს მიადგა ზიანი. კონტრ მედიცინის პირველი კანონი არის არ ავნო. non maleficence რასაც არის. ხო, ეს არის ასე ვთქვათ, პირველი რიგის ასე ვთქვათ, პოსტულატი. მაგრამ ამის და მიუხედავად, ხო, ახლა გამომდინარე თვითონ უღოთ პროფესიის საკმაოდ მაღალი სირთულისა და ქირურგიული ჩარევის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ხო? სამწუხაროდ ყოფილა ხოლმე შემთხვევები, სადაც ახლა მე როგორც გამიანალიზებია, ასე ვთქვათ, ცუდი გამოსავალი მარტო ლეთალობა არის, გარკვეული სახის გართულებაც კი. რაღაც შემთხვევებში შეიძლება ეს ყოფილიყო ქირურგის, ასე ვთქვათ, ბრალი დავარქოთ კი ბატონო, შეიძლება. და ქირურგის გამოცდილებაც ამაზეა დამოკიდებული, რომ ესეთი შეცდომები რაც შეიძლება ნაკლები ქონდეს, მაგრამ არ არსებობს ბუნებაში ნეიროქირურგი, ვისაც ეს არ მოსულია. თუ კი ვინმე ამას იტყვის, ან იტყუება, ან ესე იგი არ არის რა, ნაკლ დონის პროფესიონალი. პაციენტთან ურთიერთობის დროს არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ანუ ემოციურად ძალიან მძიმდები, თუნდაც ეს დიაგნოზის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსავალის პროგნოზი იყოს, რომლის ახსნაც გიწევს პაციენტისთვის, ხომ? ან თუნდაც აი შენ შეცდომა ახსენე ხო სამედიცინო შეცდომა და როდესაც ეს სამედიცინო შეცდომა გაგიანალიზებია, აი რა განცდა გეუფლება ხოლმე შენი პირადი ემოციები რო გამიზიარო. ეს უფრო არის ხოლმე, უფრო ბავშვებს, როცა შემშობლებთან გიწევს იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერი კარგად არ არის და მიუხედავად ჩვენი მცდელობისა შეიძლება გამოსავალიც არ იყოს ახალბიოლოგ ყოველ შემთხვევაში საშუალო ვადიან პერსპექტივაში. რა თქმა უნდა არის. ეხლა ახალას ვკითხე დავუშვით განცდები არც თუ ისე სახარბიელო დამთავრებული ოპერაციის, ხო, ეს რეალურად სტრესი არის. ვოთ შენ პატიოსანი უნდა იყოს შენ თავთან რა, არ უნდა მოვატყო შენი თავი რა, რომ უნდა გამოუწყდე შენ თავს, რომ ეს რაღაცა თუ მოხდა, შენი ბრალი ხო არ არის რა, არ არის გამორიცხული, რომ შენ თავში ნახო იმისი ძალა, რომ კი რაღაცა ან გაგეპარა, ან რაღაცა უზუსტობა მოგივიდა, რის გამოც არ დადგა ის შედეგი, რომელსაც შენ ელოდი. ამაზე არ დავასახელებ ხა სახას ერთ-ერთი ძალიან სოფლიოში ცნობილი ნეიროქირურგს უთხრეს, იმიტომ რომ საკმაოდ გვიან ასაკამდე აკეთებდა ოპერაციებს და მე მგონი კიდე აკეთებს ახლა რა და აი რა გაქვს რა მოტივი გაქვს შენო რომ კიდე ასე ვთქვათ არ გამოდიხარ საოპერაციოდან რა და ესეთი რაღაცა უთხრა რომ დავშა ჩემ ასე ვთქვათ სოციუმშიო სადაც მე მუშაობ და რაღაცაო ხო შეიძლება ითქვას ყველა დიდი სასაფლაო მაქვს მეო ანუ ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში ყველაზე უფრო მეტი პაციენტი შეიძლება პაციენტს ვერ უშველე. და ეს ხდის იმის, ასე ვთქვათ, мотиваტორს, რომ შეესაბამო უფრო მეც დაეხმარო და უკეთესად. და აი ისე იმ შეცდომას რო დაუბრუნდეთ, აი შეცდომა, რომელიც ექიმს ერთხელ მოსდის, ის შეცდომა მეორედ დაემართება თუ აღარ. ინდივიდუალური არის, ხა გამორიცხული არ არის, მაგრამ ახლა უმეტესად ალბათ არა, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ შეცდომებზეც ვსწავლობთ. კი ბატონო, მაგრამ არც ეგ არის გამორიცხული, ხა სამწუხაროდ არ არის ფიზიკა, მათემატიკა რა, მედიცინა და ხა ნეიროქირურგია კიდე ალბათობები არის, გართულებების რისკი და რაღაცა, რომელიც ინდულგენციას გაგულისხმობს, ხა ჩვენ ყველა პაციენტს ვეუბნებით, რომ დაახლოებით 1-დან 5%-მდე შესაძლებელია გარკვეული ხასიათის გართულებები, მათ შორის ლეთალური გამოსავალიც. ამას ჩვენ ხაზს ეს კონტრაქტი როდესაც იდება უშუალოდ ექიმსა და პაციენტს. სამწუხაროდ ეს ასე ვთქვათ რეალობა არის რა. რაც უფრო მაღალი პროფესიონალი არის, ბუნებრივია ნეიროქირურგი, მას უგეთეს შედეგები აქვს, მაგრამ 0 არცეც არ აქვს დამერწმუნებით. ოპერაციის წინ მღელვარება გაქვს, ანუ შინაგანი მღელვარება, ვთქვათ, როგორ წარიმართება ეს ოპერაცია და აი რამდენ ხანს ფიქრობ, მაგალითად დილის 11 საათზე გეწყება ოპერაცია და ამ ოპერაციის წინ საფიქრალი დრო როგორი გაქვს? მე მაშინ ვიტყოდი ესეთ რამეს. პირიქით გეტყოდი რა. ქირურგი თუ ღელავს ოპერაციამდე, ხო, ჯობია ეს ოპერაცია არ გააკეთოს. ანუ რას გულისხმობ? ხდება ხოლმე რა თქმა უნდა ეს რა, ნუ ნებისმიერ ქირურგს უწევს ისეთი რაღაც ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს ან რომ ასე ვთქვათ გააკეთო ესეთ სახის ოპერაცია, სადაც
დასაშვებზე მაღალი ისაგა ღელვა და რას გულისხმობ რა? შენ სანამ ოპერაციას გააკეთებ, ხო? წინასთან შეიძლება ეს წინასაღამოს, შეიძლება დილითაც 1-2 საათი ადრე. გონებაში ოპერაცია უკვე გაკეთებული უნდა ქონდეს, აი, კანის განაკვეთიდან დასრულებამდე. ყველა ეს ნაბიჯი უკვე გააზრებული უნდა ქონდეს. თუ ეს გააზრებული გაქვს, უკვე ღელვაც აღარ გაქვს. თუ რაღაცაზე ღელავ, ესე იგი რაღაცა არის ესეთი მომენტი, სადაც ბოლომდე დაწუნებული არ ახარ. ესეთი ვითარებები არის ნეიროქირურგიაშიც. კაგეც პასუხი. როგორ გადაერთვები ხოლმე მე მაგალითად თქვა თან გადართვაც ხო შეიძლება მოგიწიოს რომ რაღაცა ესე დაგეგმე და ისი არ მიდის როგორც დაგეგმე. არა, ბუნებრივია ოპერაციის ხელობის დროს რაღაცა გარკვეული ცვლილებები ხდება, მაგრამ შენ რაც უფრო ყველა ნაბიჯს ოპერაციამდე გათვლი წინასწარ. ოპერაციას ერთი ამოსუნთქვით დავდება. რამდენი ხანს გრძელდება შენი ოპერაცია? ყველას დიდი დრო, რაც საოპერაციოში გაქვს, ერთი ოპერაციის დროს გატარებული რა დროა ეს? აი, რამდენი ხანით გარხარ საოპერაციოში? რა ვთქვა, 10 წელი. ყოფილა. ძალიან გადამწვარ ხარ? ახლა რომ გითხრა რომ არა მეთქი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისეთი სიტუაცია რომ ქონოდა რომ დაგლილობის გამო გამოსულიყავი და დამესვენა და შებრუნებულიყავი, აქამდე საქმე არ მეცხოვარა, შენ თუ ამას გძნობ რომ ასე ვთქვათ ვერ ხარ ხო, ჯობია ცოტა ხანი გაჩერდე, გამოხდე ცოტა, მაგრამ ნეიროქირურგია განსხვავებით ბევრი სხვა სპეციალობისაგან ხო, სხვადასხვა პოზიციაში უწევს ნეიროქირურგის ოპერაციის კეთება, ანუ ერგონომიულობის თვალსაზრისით არის ოპერაციები, სადაც მაინც და მაინც კომფორტულად ქირურგი არ არის. რა მაგალითად პაციენტი ზის და შენ შეიძლება ხელები კონდეს დავუშვათ ესე, ხო? ან რაღაც სტატიკურ გამოდებაში დიდი ხანი იწევს ყოფნა. ანუ არაფერი ამაში სასირცხვილო არ არის, რომ რაღაცნაირად შეიცვალო პოზიცია და მას შემდეგ აი შემდეგ. ანუ ფიზიკურადაც საკმაოდ კარგ ფორმაში ყოფნას გულისხმობს ქირურგისთვის რა. ძირითადი ოპერაციები მაინც, დაახლოებით 1-დან 3-4 საათის ფარგლებში მერყევს, მაგრამ 9 საათიან ოპერაციებიც დასაშვები არის. ხო, ეხლა რა მინდა კითხო იცი, რომ ასევე ალცჰეიმერთან დაკავშირებითაც მინდა შეგეკითხო, ხომ, ანუ რაღაცნაირად შეიძლება ამ დაავადების განკურნება მოხდეს ოდესმე, რომელიც ასევე ძალიან ფართოდ გავრცელებული ნევროლოგიური დაავადება. მაგ დაავადებაში ნეიროქირურგების როლი საკმაოდ მწირი არის, თუმცა ახლა ანუ ძირითადი კვლევები მაინც მინდეს მოლეკულურ გენეტიკურ დონეზე ხდება ამისი, ასე ვთქვათ, შესწავლა და რაღაცა. ნეიროქირურგიის როლი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მდგომარეობდეს რაში, რომ თუ კი აი რა თქვენ ასეთად ღეროვანი უჯრედები და მსგავსი რაღაცეები, ხო? თუ ამისი საჭიროება, ან თუ დადგინდა რომ ამისი ეფექტიანობა არის, თუმცა აი რაღაც გარკვეული კვლევები, რომელიც ამის გარკვეულ უპირატესობებს, ასე ვთქვათ, იძლევა. თუ ანუ რაღაცა ჩანერგვა ან რაღაცა აი ამ უჯრედების თავის ტვინამდე მიტანის საჭიროება თუ იქნება, ხო? აქ ნევროლოგები, ნეიროქირურგების გარეშე ვერ იზამენ ამ თემას. მაგრამ ეს არ განეკუთვნება რაღაც ისეთ ოპერაციას, რომელსაც რაღაც ადამიანის სხეულის გაყინვაზე რას ფიქრობ? მაგალითად რომ დავაკონსერვოთ და მე რაღაცა მკურნალობის მეთოდი რო გამოჩნდება, გამოვალყოთ თუ მკურნალოთ და გავაცოცხლოთ. აი, მაგაზე გაქცევ ესეთ პასუხს რა. თვალ გაყინვაზე არ არის, მაგრამ გაციებაზე ხო არის, ამას უფრო ხშირად ჰიპოთერმიას რასაც ამბობ. ამას უფრო ხშირად დაკეთებენ სხვათა შორის კარდიოქირურგები, თუ გულს აჩერებენ და შესაბამისად. ნეიროქირურგებმაც ჰქონდათ მცდელობა გარკვეული პათოლოგიების დროს მსგავსი, ასე ვთქვათ, манипуляციისთვის მიემართათ. საუბარი არის ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი ნეიროქირურგი არის, რომელიც საკმაოდ მაღალი სირთულის ოპერაციების დროს მან რაღაც გარკვეული პერიოდი ამ მეთოდიკას იყენებდა. ანუ იგულისხმება გულის ხელოვნური, ასე ვთქვათ, გულის გაჩერება და სისხლის მიმოქცევის ხელოვნური, ასე ვთქვათ, გამოყენება. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ განსხვავებით გულისაგან, რომელიც შენ გაცილებით მეტი ხანი შეგიძლია გააჩერო, ხო ტვინი ამდენ ფუფუნების საშუალებას არ გაძლევს. თუმცა იმდენი ხანია, რამდენითაც ასე ვთქვათ, ეს ხორციელდებოდა ქირურგიული ჩარევის манипуляციისთვის საკმარისი დრო იყო და გარკვეულ შედეგებსაც მიაღწია. თუმცა აღმოჩნდა შემდეგი რამე, რომ ასე ვთქვათ, თავის ტვინში არის ძალიან ვიწრო პატარ-პატარა სიზარღვები,
რომელიც აი გაყინვის შემდეგ უკვე რომ პაციენტი რომ უნდა ასე ვთქვათ გააღვიძო, გათბეს და რაღაცას, ისინი ითრომბებიან. და იმდენად ის წვრილი არის, მიუხედავად რომ წვრილი არის, იმდენად მნიშვნელოვანი არის, ხო, რომ შეუცვლელად დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის. აქედან გამომდინარე, ხო, ცოტა სარისკოა. მაგრამ თუმცა აი დღენაკლულ ახალშობილებში ჰიპოთერმია, რომელიც არის ხომ ძალიან ბევრ ნევროლოგიურ დეფიციტის პრევენცია მას შეუძლია, ხომ? ანუ ესეც მნიშვნელოვანი მეთოდია. ნეიროქირურგიაში ამას მიმართავენ. უბრალოდ დროის ფაქტორი, ხო, ნეიროქირურგიაში არის უფრო შეზღუდული ხარ, პირიქით. შეზღუდული. ხო. ტვინი აქ პატიობს ძალიან ზედმეტ, ასე ვთქვათ, აგრესიას. როგორია ხოლმე მაგალითად ოპერაციის შემდგომ, როდესაც შედიხარ პაციენტთან, პირველი რას აკეთებ, როდესაც დასრულებული ოპერაციის შემდეგ მასთან კომუნიკაცია, როგორ აი ამ რეფლექსების შემოწმებას როგორ ახდენ, თქვათ, როგორია შენი მისალმების ფორმა პაციენტთან, ოპერაცია პაციენტთან, რომ მიდიხარ, მე რეაბილიტაცია უნდა იყოს ხო იმ პაციენტისთვის რაღაცნაირად. რამდენიმე ეტაპი არის, ახლა პირველი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი არის ოპერაციიდან რამდენიმე საათი პაციენტი როგორ გამოიღვიძებს და რაიმე სერიოზული უნარშეზღუდულობა, ანუ ნევროლოგიური დეფიციტი არ უნდა იყოს. ამაშენ აფასებ იმ ეტაპზე, როდესაც შეიძლება პაციენტი ბოლომდე კიდე გამოგვიძებული არ იყოს, მაგრამ ასე ვთქვათ, ექიმ შესაძლებლობა აქვს, რომ ის შესაძლო თეორიული გართულებები ან ამოიცნოს, ან გამორიცხოს. რაც უკვე ქირურგისთვის ეს საკმარისია იმისათვის, რომ შვიდად დაიძინოს ღამე და დანარჩენი მე უკვე ბელეტრისტიკაა. კარგი, და ერთი კითხვაც მინდა დაგისვა, არის ესეთი მეთოდოლოგია ნეიროქირურგიაში, როდესაც პაციენტს გვიძავს და მღვიძარე ადამიანის თავის ტვინზე მუშაობენ. კი ბატონო. ეს რა დროს გამოიყენება ეს მეთოდი? აი, როდესაც ნევროლოგიურ ნაკლოვანებებზე ვსაუბრობთ, ხომ? ჩვენ რომ ნეიროქირურგმა შესაძლებელია რაღაცა ოპერაციის დროს დააზიანოს და რაღაცა ცენტრი გაითიშოს, ხო? თუ მიგიმართავს ამ ოპერაციის მეთოდისთვის პირადად ჩვენ და ანუ რა მეთოდია ეს რამდენად კარგია, როდესაც ადამიანს გვიძავს, აქ თავის ტრეპანირებულია და ქირურგი მუშაობს. არა, ხშირად არ მიმართავს. იყო რამოდენიმე შემთხვევა. უბრალოდ ეს იმიტომ კი არა რაღაცა რთული არის და რაღაცა და ამდაგვარი და რაღაც. უბრალოდ გარკვეულ, ასე ვთქვათ, სპეციფიური თემა არის ეს. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შენ გჭირდება მაღალი დონის ანესთეზიოლოგი, რომელიც ჩვენ ყავს, შენ ოპერაციის მსვლელობის დროს პაციენტი უნდა გამოაღვიძო, რომ ის ფუნქციები, რომელიც შენ უნდა შეამოწმო, იმის შემოწმება ვერ ხდება სხვა მეთოდიკით. ეს ზედად ეხება მეტყველების ფუნქციას, უხეშად რო ვთქვათ, მეტყველების ფუნქციას, ანუ შენ გამოაღვიძო და ქირურგიული ჩარევის, ასე ვთქვათ, ეტაპზე ეს ფუნქციები ელაპარაკო და ისის პასუხობს. შენ არა, აი შემოძან, კი ბატონო, შენ შეიძლება შენ თორე ელაპარაკო, მაგრამ თუ შენ კიდე სულფასოვნად უსაფრთხოდ ეს ოპერაცია განახორციელო, ამას სჭირდება ინგლისურად არის ნუ სპიჩ თერაპევტი, ანუ ლოგოპედი, ანუ ნევროლოგი, რომელიც ოპერაციის მსვლელობის დროს ესწრება და იმ ფუნქციებს ის აკონტროლებს, რომელიცაც შენ ასე ვთქვათ, ანგარიში უნდა გაუწიო. თუმცა ამისი აუცილებლობა ხშირ შემთხვევებში არ არის ხოლმე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სარგებელი გამოგვიძებულ პაციენტს ოპერაციის კეთებას აქვს, იქ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ნიუანსი არის, ხო, რომელმაც შეიძლება ის ეფექტი სარგებელი, რომელიც ამ ოპერაციას აქვს, სხვა რამეებმა ნიველირება გაუკეთოთ. ორ მაგალითს მოგიყვან უცბად რო ასე ვთქვათ, ეს თემა რო ჩავხუროთ რა. რაღაც გარკვეული პერიოდი ვიყავი მეიოში. და ერთ პაციენტი იყო ზუსტად ის პათოლოგია, რომელსაც ჭირდებოდა დაუშვათ ვეიკაპი, ანუ გამოგვიძებულზე ოპერაცია კეთება. პაციენტი იყო ნატურალიზებული ამერიკელი, იყო გერმანელი წარმოშობის, ანუ ბილინგვა იყო. ანუ ორენოვანი იყო. ხო, ანუ ხა ეს მეიო არის და გასაგებია. მოდი ხა მე ხას რატოს, ანუ რა რესურსები ჭირდება, რომ შენ ის სარგებელი რო განახორციელო, ხო? ამდენ ადამიანის შართულობა საჭიროებს და კონკრეტულად აი ამ ფუნქციის შესაძლებლად ორი ლოგოპედი მოიყოლეს გერმანული და გერმანული და ინგლისური ვიდეოდა ხო და ზუსტად რამოდენიმე დღის შემდეგ ხო ოპერაციას აკეთებ და სხვა ნეიროქირურგი სხვა შორის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუ ერთ-ერთი ცნობილი ნეიროქირურგი იყო და სახელმძღვანელო და სტატიები აქვს დაწერილი მილიონი ამ ვეიკაპზე და ახალ ჩასულიყო და შეყვედეგაც ვიბან
გააკეთა wake-up-ი და ხლამან არ გააკეთა და ვკითხე ხლა რა არ მომერიდა რატო არ აკეთეს გადავახდი იმდენმა გაკეთებული ეგო მე ყომბა wake-up-ების გადავა ასე რომ ესეთი ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამაზე არ არის კარგი, შენი ოპერაციების მერე ადამიანებს შეიძლება დაემართოთ ამნეზია, რაღაცეები დაავიწყდეთ. ვაიმე, როგორც გინდა, რა თქმა უნდა. არ მიყვარს რაღაცა ბევრს უყვარს ხოლმე ნეიროქირურგის რაღაცა ესეთი ისა. ანუ ნეიროქირურგის მართლა დანამული ვერზე გიწევს, ასე თქვა სიარული რა. თან ისე რომ არის რაღაცა სიტუაცია სადაც შენ წინასწარ იცი რომ ეს ფუნქცია შეიძლება დაუშვათ მეხსიერების ანუ ამნეზიის მომენტი გარკვეული რისკის ქვეშ დადგეს ოპერაციამდე. უმეტეს შემთხვევაში შენ წინასწარ უნდა გქონდეს გააზრებული და ბუნებრივია პაციენტთანაც ასე ვთქვათ შეთანხმებული. თორემ მე როგორც ახლა მოგახსენე, ხო, წინასწარ უნდა გქონდეს შენ გათვლილი ყველა ნაბიჯი რა. ალბათობა იმისი რაღაცა წყალებში იმპროვიზაციის ან გაუთვალისწინებენ მოვლენების, ხო, რაც უფრო მინიმალური იქნება, ეს უკეთესი არის შენთვისაც პაციენტისთვისაც. ლადო, აიცი რა მინდა აქვე გითხო, როდესაც მე ხარ როგორ კომუნიკაციას აკეთებ, ხა მე რო ვიყო პაციენტი და შენთან შემოვიდე და მითხრა რომ იცი რა ამ ოპერაციის შემდეგ შეიძლება მეხსიერება დაკარგო. ანუ ფაქტობრივად იდენტობა შეიძლება ადამიანმა დაკარგოს ვერ იცნოს, შვილი ვერ იცნოს, დედა. როგორ მოდიან ამ მოდი ასე ვთქვათ კონტრაქტზე? არა, უღრე გავიგე. ამას შენ მასთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებ და როგორც წესი, რომც შეუთანხმდე შენ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ეს არ განუვითარდეს პაციენტს. ხო, მაგრამ თუ შეიძლება განგივითარდეს ეუბნები. ანუ შენ გამიზნულად არ მედიხარ ამაზე. პირიქით ეს ერთ-ერთი ისეთი ფუნქცია, რომელიც მაქსიმალურად უნდა შეუნარჩუნო. ისე აი ეპილეფსიაში არის ხოლმე ხშირად ისეთი სიტუაციები, სადაც აი დილემის წინაშე დგას ნეიროქირურგი. რაც უფრო ასე ვთქვათ, ჭყალებში აგრესიული იქნები შენ გუყრების მიმართ, ხო? ამან შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების გარკვეული დეფიციტი. ამიტომ ყველა პაციენტს წინასწარ უკეთდება ჭყალებში ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება და შენ წინასწარ საზღვრავ რა მოცულობა ოპერაციის უნდა გააკეთო. რომ იმის მოდელირებას აკეთებ, იმიტომ რომ აი ყოველთვის აი ამ ასე ვთქვათ დილემის წინაშე დგას, ასე ვთქვათ ნეიროქირურგი. შენ თუ გინდა დაუშვათ რაღაცა გარკვეული ეფექტი სარგებელი მოუტანო პაციენტს, ეს სიმსივნე იქნება, სიზარღვენ პათოლოგია იქნება, თუნდაც ეპილეფსია, ხო? რის ხარჯზე? იმიტომ რომ ენერგიის მუდმივობის კანონი არაფერი არ ხდება ისე რა. შენ რომ ასე ვთქვათ ყველაფერი გააკეთო ისე რომ არაფერი არ დაგიზიანდეს, ეს იდეალური სიტუაცია, მაგრამ ხშირ შემთხვევებში ესე არ არის, ანუ შენ რაღაცის ხარჯზე გიწევს. აღდგება ეს მეხსიერება ხოლმე, ხდება თუ არ. მაგრამ მეხსიერება ისეთი თემა არის, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად ზოგავთ. ამას ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, რომ ოპერაციის მსვლელობის დროს შენ არ გააკეთო ისეთი რამე, რომელიც ადამიანს, ასე ვთქვათ, ამ ფუნქციას დაუკარგავ. რაც შეეხება აღდგება თუ არა, ხლა ამას მედიცინაში ნეიროქირურგიაში ქვია პლასტიურობა. ანუ ტვინის რესურსი, რომ ეს ფუნქციები აღდგეს. ხო, თავში ხომ მოგახსენე, რომ ტვინს აქვს ამისი გარკვეული კომპენსატორული ნაწილი. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია იგივე რეაბილიტაციური ღონისძიებების დროს გამოსწორება და შეიძლება 100%-იანად არა, მაგრამ გაუმჯობესების რესურსი ნამდვილად არის ოღონდ უკვე მაღალი დონის რეაბილიტაციის ისე რა საინტერესოა რა აბსოლუტურად ახალი ადამიანი შეუძლია შექმნას ნეიროქირურგმა თუ ერთ ადამიანს მეხსიერებას დააკარგინებს და ახალი ფურცლიდან დაიწყებს მეორე ის იგივე ადამიანის ცხოვრებას რომ დაუკვირდე არა არა მგონი სასიამოვნო ფურცელი იყოს ამიტომ ვცდილობთ რომ მაგამდე საქმე არ მივიდეს აჰა კარგი მოდი ბოლოსკენ რო წავიდეთ ხომ და რაღაცნაირად რო რეზუმირება გავუკეთოთ ჩვენ დღევანდელ საუბარს აი სხვა ორგანოები ტვინის გარდა ხო ცოცხლობენ და ტვინი ცხოვრობს ხომ ესე მეთანხმები ამ გამონათქვამში მაგალითად ხო კანი აი რაღაც სხვა ორგანოები ცოცხლობენ და ტვინი ცხოვრობს შენ ახლა რამდენიმე წუთის წინ ახსენე ენერგიის მუდმივობის კანონი ხო რომელიც ითვალისწინებს რომ რაც ერთ ადგილას ერთ მატერიას აკლდება იგივე ემატება სხვა ადგილას სხვა მატერიას ხო და ბოლოს მინდა გითხო ამ ენერგიის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე იქიდან გამომდინარე რომ შენ ხარ ნეიროქირურგი ბევრი ტვინი გინახავს ადამიანის სიკვდილის შემდეგ აი ეს გონებრივი ენერგია შენი აზრით კვდება თუ არ კვდება და თუ აი ამ ჯაჭვში რჩება აი სადღაც ეს გონი მიდის
მაგას ახლა მე ჩემ მოსაზრებით თავში შევიკავებ რაღაც გარკვეული ექსპერიმენტებიც ასე თქვა ჩატარდა რომ აწონეს ადამიანი სანამ დაიღუპებოდა და სანამ გარდაიცვლებოდა და უცა გარდაიცვალა განსხვავება არის წონაში გჯერა რა თქმა უნდა მადლობა ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ იყავით დღეს ჩვენს მიკროფონთან ჩვენ მაყურებელს დავამშვიდობებით მომდევნო პარასკევამდე ლადო წიქარიშვილი იყო დღევანდელი მადლობა გიორგი მადლობა შენ მეც მაყოფილი დავწავ დიდი მადლობა